მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინდავა, ვარსმენა დაქვეითებული, გრამატიკა ნენელა ვსწავლობ, როგორც ყოველთვის. სმენის საპატის მიკეთია, მინდა რომ მიგანიშნო. ხო, ესე იგი მე მინდა ვისაუბრო თბილისის პარლამენტი აქციის შეკრებილი. ამ თემაზე მინდა ვისაუბროთ, შეფასება და დაკვირვება, რასაც მე ვხედავ, იმით ვიმსჯელო, უბრალოდ მინდა გავუზიარო ყველანაირი ხალხი, მოქალაქეები და აქციის შეკრებილი და საერთოდ ყველაფერი, ვის როგორ გინდა ისე მოისმინეთ, ჩემი აზრები და რასაც ვსაუბრობ და რაღაც საფეხურს, ანუ რაღაც ჩვენების მომენტების საფეხურზე რო გადავიდეთ, მაგალითად პირველი საუბარი, მეორე საუბარი, მესამე საუბარი, ოღონდ კონკრეტულად ვსაუბრობ აქციის შეკრებულზე. ხო, დავიწყო პირველი მომენტი, რასაც მე ვხედავ. პირველი ის არის, რომ ყოველ დღე ღამე აქციის შეკრებილი იკრიბებიან და ეს აქციის შეკრებილი ზოგიერთი მცირე ოდენობით არის ხალხი, რაც ძალიან ცოტა არის შეკრებილი, მეორე არის საშუალო და მესამე არის თითქმის ბევრი ხალხი, რომელიც გაისო ისეთ ტერიტორიაზე, რომ აღარ ეტეოლა. ანუ ეხლა მე რისი თქმა მინდა და გზის გადაკეტვის თემასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ. როდესაც ყოველ ღამე აქცია გამოდიან, არის ეგეთი მომენტი, როცა ძალიან ცოტა ადამიანი იკრიბებოდა. პარლამენტის ტერიტორიაზე, სადაც მოსიარულე ადგილი, ამ ადგილაზე მშვენივრად ანუ ამ ადგილაზე დიდი ადგილია, როდესაც ცოტა ხალხი არის შეკრებილი, ჩვეულებრივად მარტივად დადგებოდა. თუმცა იმ მაინც აკეთებს, რომ გზის გადაკეტვას კეტავს. თანაც ძალიან ცოტა ხალხი. ძალიან. ვიდრე მთლიანად წრეში თითქოს ადგილი აღარ ეტეოდა პარლამენტის ეზოში რა. და მაინც აკეთებს გადაკეტვა. ამ გადაკეტვის დროს მძღოლი, ნებისმიერ მძღოლი, ვის მაგალითად არის ტაქსის მძღოლი, ავტობუსის მძღოლი, მოქალაქეების მძღოლი, რასაც ტვირთულობს საიდანაც მიდის გზას, ხო? სადაც საჭიროა. თქვათ ეხლა ის ტაქსი და ავტობუსი და მოქალაქე, აი მაგალითად ტაქსი და ავტობუსი მუშაობენ, სადაც საჭირო იმოგზავრო გზას და სადაც მიდის, ხო? ხოლო მოქალაქეს არის მუშაობენ, სადაც მიდი, თუნდა სახლში ბრუნდებიან, რა ვიცი, თუნდა ჩვეულებრივ, ხო? მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი გზა, საიდანაც მიდის, იქ საჭიროა, ხო? და რა ხდება ამ დროს? როდესაც აქციის შეკრებილი კეტავს გზა, თან მცირე ოდენობით არის შეკრებილი, ასეთ სპეციალურად კეტავს. და ამ დროს მძღოლი უციამოვნებაში ჩნდება, იმიტომ რომ წუხდება. როდესაც ყოველ დღეზე გადაკეტვა თითქმის წუხდება და ემატება აგრესულობა.
ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ელემენტარულია შინაგანი სხეული წუხდება და აგრესიული ემატება. რაც სამწუხაროა ძალიან ცუდია ესე მდგომარეობაშია. ცუდი ის არის რომ აქციის მონაწილეები როდესაც სპეციალურად გადაკეტა, ასე ცოტა ოდენობის ხალხი შეკრებილი და სპეციალურად გადაკეტა და შეუშალა მძღოლის გზის გადაადგილებაში. და მძღოლის შინაგანად წუხდება და აგრესიულად ემატება. და ეგ ძალიან ცუდია. ნუ შეუშალოთ შეუშლით გზის გადაკეტვას, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით, რას მე განვარტე, გეუნებით, რომ მძღოლი ადამიანები შინაგანი წუხდება უსიამოვნებაში, როდესაც ის ტვირთულობს დროს საიდანაც საჭიროს გზა მიდის, იქით მიდის და ამ შემთხვევაში რომ კეტავს, ხო, წუხდება შინაგანი შიგნიდან, რომ უსიამოვნებაში ჩნდება, აგრესიას ემატება და ესე იზრდება. რაც ძალიან სამწუხაროა და ცუდია, რომ ესეთი მდგომარეობაში აი მაგალითად მე როგორც ჩვეულებრივი მაქვს მანქანა, სადაც ნიშნულოვანია ჩემთვის საიდანაც მივდივარ, თქვათ სამსახურში, თქვათ ტაქსის მძღოლი ვარ, თქვათ ავტობუსის მძღოლი ვარ, შრომის მძღოლი ვარ, ხო? თუნდაც სამუშაოზეც რომ მივდივარ, თუნდაც ოჯახთან რომ მივდივარ. სულ ერთია, წარმოიდგინე, როცა იმ ადგილაზე როცა ვტვირთულობ, შინაგან შევიწუხებოდი უსიამოვნებაში. და მომემატებოდა აგრესია. იმიტომ რომ ფუჭდება ეს მდგომარეობაში, რომ ვერაფერს ვერ მივდიოდი იგზაზე. გვიწევს უკან მომბრუნება. და წარმოიდგინე დაღლილობის გადატვირთვა და მთელი ისა ცუდი ენერგიაზე მიდის. მარტო მე კი არა, ყველას ესეთი მდგომარეობაში წუხდება შინაგანი სხეული უსიამოვნება და აგრესიულობას ემატება. მით უმეტეს დაღლილობას, ხო? ეს ძალიან ცუდია, მეგობრებო. ნუ გააკეთებს ამის გზის გადაკეტვა. უბრალოდ ერთადერთი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმაში რა ქვია, გაათავისუფლე გზა, იმიტომ რომ ისინი ადამიანებია. რა თქმა უნდა, თქვენს ადამიანები ხარ, მესმის რომ ხარ აქციის შეკრებილი, მაგრამ ერთადერთი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის შეასრულო იმის მიუხედავად თუ ხარ ძალიან ცოტა. ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ, რომ პარლამენტის წინ ეზოში დაიკავო ადგილზე. თუ ძალიან ბევრი ხარ, პარლამენტის წინ ეზოში თითქმის გადაივსო, რომელიც შეუძლებელია ადგილის დადგომაზე, ამ შემთხვევაში გადაიკეტებოდა გზის გზა, რადგან ფიზიკურად ბევრი ადამიანები არის შეკრებილი აქციის მონაწილეები. ამას ხო დამეთანხმები. თუ ძალიან ცოტანი ხარ, აი აბსოლუტურად რასაც ნიშნავს ძალიან ცოტანი ხარ, თან პარლამენტის წინ ეზოში არის დიდი ადგილი, რომელიც მოსიარულე გზა, შენურად ეტევა, ხო? ხო, ლოგიკურია. თუ აქციის მონაწილეები ძალიან ბევრია პარლამენტის წინ ეზოში, რომელიც შეუძლებელია, რომ პარლამენტის წინ ეზოში ადგილი არ ეტევოდა. მაშინ ცხადია, რომ გზა ნამდვილად გადაიკეტებოდა და ასე ყოველჯერ ტვირთვი იქნებოდა.
თუ ყოველ დღე ასეთი მდგომარეობაში იქნებოდა, მაშინ ცხადია ასე გაგრძელდებოდა. თუმცა ასე არ ხდებოდა. ხდებოდა ესეთი რა, ზოგი ძალიან ცოტანი ის მაინც სპეციალურად კეტავს. ზოგი ბევრი ხალხი არის, მაშინ აუცილებლობა იქნებოდა გადაკეტვა, იმიტომ რომ შეუძლებელია პარლამენტის წინ ეზოში ადგილის ვედადგებოდა, ხო? თუ ძალიან ცოტანი ხართ, ლოგიკურია, რომ წინ ეზოში მოსიარულე ადგილი შეუნულად დადგებოდი. ძალიან ლოგიკურია. მაგრამ გადავიდე მეორე ლოგიკას. თუ ესენი აქციის მონაწილეები არ აინტერესებს და მაინც აკეთებს გზის გადაკეტვა. ამ შემთხვევაში მძღოლი შინაგანი შეწუხდებოდა, უციამოვნება, აგრესიულობა. ეს მძღოლიც ნუ დავაბრალებს, იმიტომ რომ რეალურად წუხდება მის შინაგანი წუხდება. თქვენის ბრალია, როდესაც სპეციალურად კეტავს, როცა ხართ ცოტა ხალხი აქ ასე შეკრებილი, ამ შემთხვევაში მძღოლი შინაგანი წუხდება და აგრესიულობა ემატება. მათ შორის პოლიციელები, რა თქმა უნდა, პოლიციელები უწევს იმის შრომა, რომ გზის გადაადგილდეს მინიშნებას აძლევს, რომ სხვა გზა გაიაროთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პოლიციელების დაღლილი, შინაგანი შეწუხება და შეიძლება ითქვას, რომ ყოველ დღეზე მუშაობს. ან შეიძლება ადგილას გაცვალოთ და სხვა ვინმეზე მუშაობს და იტვირთვას, ხო? ლოგიკურია. კარგი, ეს უკვე ვისაუბრეთ და ახლა შემდეგი რაზე ვისაუბროთ, მაგრამ შემდეგი ვისაუბროთ მეორე მომენტი. მეორე მომენტი საინტერესოა. ესე იგი, აქციის შეკრებილი ყოველ დღე ასეთ ტვირთვი, ასეთი გზის გადაკეტვის სპეციალურობა, რომელიც ძალიან ცოტა ხალხი არის, ეს ძალიან ცუდი დატვირთვა. მაგრამ ყოველდღიური აქციის შეკრებასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ და რაღაც მომენტები გავიხსენოთ. ესე იგი, როდესაც ყოველ დღე აქციები შეიკრიბა და დადგა 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბერი შეიქმნა რევოლუცია, რაც წინასწარი ქონდა დაგეგმილი აქციის შეკრებილი და პაატა ბურჭულაძე მთავარი გმირის შემსრულებელი, ხო? თუმცა შედგა ეს რევოლუცია და რაღაც არეულობაში და როცა ვუყურებ რაღაცა ცალკე მშვიდობიანი, მეორე კიდე არა მშვიდობიანი საწინააღმდეგო ბრძოლას და რაღაცა, მოკლედ არ ვიცი ამას როგორ უნდა ახსნა, მაგრამ შედგა 4 ოქტომბრის რევოლუცია. და მაინც გაგრძელდა. საინტერესოა, რომ 4 ოქტომბრის რევოლუცია ყველას ელოდებოდა, რომ დამთავრებულიყო, თუმცა არ შედგა. რევოლუცია ბიზნა ივანიშვილის გადადგომის მომენტი და რაღაცა, ხო? და მაინც აგრძელებენ აქციის შეკრება. აგრძელებენ, ხო? აი ამის გაგრძელება, როცა აგრძელებენ, თან გზის გადაკეტვა, თან ყოველ დღეზე ღამე გამოდიან, ხან ცოტა ხალხია, ხან ბევრია, ხან რაღაც შინაარსების ალაპარაკდა, მაგალითად უნივერსიტეტი, მეათე სკოლა, შეიძლება მეათე სკოლასთან კავშირთან ერთად არ იყოს. თუმცა ფიქრობ შეერთდება ერთად, ან რა ვიცი. ვინ იცის მაინც.
რაღაც თემატიკურად გააჟღერებს მაგალითად არჩევნების გაყალბება, უნივერსიტეტის თემაზე, ხან მეათე სკოლა, ხან რაღაც ერთ ჯგუფად შეკრებილი აქციის მონაწილეები, ხო? ხო, რა ვიცი. ხო და ამისი იმედი რა ელოდება, მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რაღაცა მგონია, რომ თითქოს ელოდება მთავრობას იმისი იმედი, რომ ბიზინა ივანიშვილი გადადგომაზე. რას ლოგიკურია, როცა აქციის შეკრებილი აგრძელებენ ყოველ დღეს და იმის იმედის ელოდება, რომ ბიზინა ივანიშვილის გადადგომაზე და ანუ ესე იგი ვიღაცა გმირი უნდა გამოჩენილიყო, რომ გადადგეს ბიზინა ივანიშვილი და გმირი თავიდანვე იყო 4 ოქტომბერი რევოლუცია პაატა ბურჭულაძე. და ახლა ეს პაატა წავიდა, ხო? ლოგიკურია. მაგრამ გაგზელდა მაინც აქციის შეკრებილი და ეხლა ელოდება გმირი. და ვის შეიძლება იყოს გმირი? ამერიკის შეერთებული შტატები დონალდი ტრამპის ელოდება გმირის, რომ ბიზინა ივანიშვილი გადადგომაზე, ანუ ბიზინა ივანიშვილის გადადგომაზე ელოდებათ ამაზე? ან ევროპის მთავრობა, არ ვიცი, საერთოდ სისტემა მოდი რა, როგორ უნდა დავთქვა? გმირი მოდი რა პირდაპირ ლოგიკურად გესმოდეს. მაგალითად დონალდი ტრამპი გმირი იქნებოდა, რომ იმას იმოქმედოს ბიზინა ივანიშვილი გადადგომაზე. ან კიდევ ვინმე გმირი. საერთოდ გმირის ელოდება რა, როგორც პაატა ბურჭულაძე. მაგრამ ჩაიშალა ეს 4 ოქტომბერის რევოლუცია. და ახლა ის გაგზელდა და ისევ ელოდება ვიღაცი იმედი, რომ ბიზინა ივანიშვილი გადადგომაზე და დამთავრდეს და რაღაცა, ხო? ესე იგი ლოგიკურია, რომ გმირის ელოდება. ამერიკის შეერთებული შტატები დონალდი ტრამპი, გმირი, ან ევროპას, ან ვინმე, რა ვიცი. კითხვის ნიშანია, ვის ელოდება. მაგრამ ერთი რამე ვიცი, რას ფარდა არის ჩამოფარული, ამათ თქვენ მიხვდებოდი. მაგრამ ჯერ წინ ვიღაც გმირი უნდა იყოს. ანუ ერთი ის გმირი არის და მეორე კიდე უკან არის დაფარული. და ეს უკან ვიცი ვინც არის ახლა და თქვენ თვითონ მიხვდებით თუ ამოხსნეს ამ ლოგიკას, რა თქმა უნდა. ხო, რა ვიცი, არ ვიცი, რომდენდე უნდა დამთავრდეს, სადამდე დაამთავრებს აქციის შეკრებილი და რაღაც ცხადია, რომ გმირის ელოდება, რომ დამთავრდეს ბიზინა ივანიშვილი გადადგომაზე, ვიდრე შეწყდეს აქციის შეკრებილი. და ესეთი ტვიტები რა. ცხადია, რომ გმირს ელოდება. და ამაზე ვერაფერი ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ განუმატეთ და ესე ეგრე გამოდის. ეხლა აი მაგალითად აქციის შეკრებილი როცა იწყება, უნდა მთავრდებოდეს. რომ რაღაც დამთავრებული იქნას, აი გადადგომაზე, ან პრობლემების მოგვარებაზე, რაღაც კონკრეტულზე. მაგრამ ეხლა რასაც პარლამენტის წინ ეზოში აქციის შეკრებილი ყოველ დღეზე იკრიბებიან და ამას ელოდება ბიზინა ივანიშვილის გადადგომა და გმირს ელოდება, როგორც პაატა ბურჭულაძე გმირი იყო და მაგრამ აგამოვიდა. აპატია ეს რო გავიჭყანე, მაგრამ ჩემი რეაქცია. ხო და ესე იგი გმირის ელოდება ახლა. და how ვიცი, კიდე მესამე ვისაუბროთ? არ ვიცი, ნახოთ აბა. კარგი, ეხლა მესამეზე თემაზე ვისაუბროთ. აქციის შეკრებილი არის არეულობა. აი მაგალითად ორ გაყოფილი არის დატვირთული. მაგრამ ერთად არის შეკრებილი. ოღონ ორი არის გაყოფილი სხვადასხვა ტვირთვები.
რასაც მოიმოქმედებ, რასაც იმას მოიმოქმედებ და ასე შემდეგ. თქვათ ერთი აქ ამობენ რომ ჩვენ ვარ მშვიდობიანი, მეორე ხოლოდ ისინი არ არის მშვიდობიანი. იმას უნდათ რევოლუცია, შეტევებები, აი რაღაცა ბრძოლა როგორც ბიზინა ივანიშვილის გადადგომაც, აი რევოლუცია რა, რასაც ქვია ახლა. ანუ ლოგიკურია, აი ნახე მშვიდობიანი რა არის ახლა მშვიდობიანი. მშვიდობიანი ის არის, რომ არ აზიანებს ადამიანს, არ აზიანებს რაიმე ნივთიერებას, უბრალოდ მშვიდობიანი, ხელჩაკიდებული ხალხი წინ მიდის და იმაზე იბზვის, რომ გადადგეს ბიზინა ივანიშვილის. მაგრამ ცოტა არასერიოზულია რა ამაში, იმიტომ რომ მშვიდობიანი და ხელჩაკიდებული ცოტა არ ვიცი, ამას აშემიძლია რაღაცა რო განვუმატო, მაგრამ კაი, თქვა მშვიდობიანი და ასე არის საჭირო, რასაც უნდა იმოქმედონ. ხოლო მეორეზე სალკე არის, რომელიც არ შეესაბამებოდა მშვიდობიანი. ის ქმნის რევოლუცია, შეტევა. თქვათ იმას იარაღებით, რაღაც ნივთიერებით, რაღაცის საფრთხის შექმნას, სისხლის დაღვრას და რაღაც მრავალი. ასეთ რაღაცნაირი შერეული და რაღაცა, აი საერთოდ რა, აი როგორც ფეირვერკი რო ისვრიან, ზოგი ქვებს რო ისვრიან, ზოგი ვიღაცა დანაქონია, ზოგი რა ვიცი, კიდე რა შეიძლება იყოს, რაღაც რევოლუცია, ასე თქვა, რაც შექმნაზე ქმნის. ხოლო აი მეორე კიდე მშვიდობიანს რო იძახიან, ჩვენ ვარ მშვიდობიანი, ზუსტად ამას ნიშნავს მშვიდობიანი, რომ ხელჩაკიდობს ადამიანი, წინ მიდიხარ და ებზვის ბიზინა ივანიშვილის გადადგომა. აი რომ უსამართლობაში და რაღაცა, ხო? ლოგიკურია. მეორე კიდე რევოლუცია. აი საერთო ჯამში, როცა აი ეს, მაგალითად ეს აქციის ის არა ქვია, მშვიდობიანი ხალხი, აქციის შეკრებილი, ხოლო მეორე კიდე რევოლუცია. აქციის შეკრებილი, რომელიც არ შეესაბამებოდა მშვიდობიანს რა. იმენა რევოლუცია და სახიფათო სისხლის ზღვრა და ასე შემდეგ. აი ესე იკრიბება. და მიდის ასე უაზრო არეულობა აქციები. თანაც მით უმეტეს, ვთქვათ, ერთი გაყოფილი კიდევ არის ჭეშმარიტი, რაღაცი ჭეშმარიტი, მაგალითად, რას უსამართლობაზე ხედავს, რასაც ეწინააღმდეგები ამ ყველაფერს, მეორე კიდე არა ჭეშმარიტი, რომელიც ყველაფერი ტყუილი, დადგმული და უბრალოდ სურს რომ ბიზინა ივანიშვილის გადადგომაზე და ვიღაცა სხვა ტახტი პრეზიდენტი იჯდეს და ესე შემდეგ. ხო რა, აი ლოგიკურია, როგორი არეულობაც არის. ამას როგორ უნდა გააკონტროლოს? ძალიან ძნელია ამის გაკონტროლება აქციის შეკრებილებო. მაგრამ სინამდვილეში თქვენ უბრალოდ მონაწილეები ხართ. მოდი ერთი რაღაცას ვიტყვი. აი საქართველოში რა შენ შინაგანს რას ფიქრობ, რას ხედავ თუ არა უსამართლობა, რა გაიგეთ, რა არის უსამართლობა, თუნდაც თუ იმ ხალხი მხადამჭერს მიდიხარ და გვერდში დადგომა, კი ბატონო, მაგრამ უნდა ეძიოთ ჭეშმარიტი, თუ მართლა არიან აქციის მონაწილეები ჭეშმარიტები,
რა თქმა უნდა მიიღებდი მონაწილეობას. და იცის რა არის უსამართლობა და იცით რა მომენტებითვის და საერთოდ ჩამოყალიბებული, ხო? მაგრამ აქ ხდება არეულობა, რომელიც ზუსტად იციან რაზე იკრიბებიან აქციის მონაწილეობას. და ასე დაბრუნებაზე მიდის. ეხლა მე რო გავაკონკრეტულობთ რაღაცა, როგორ გითხრათ ეხლა ძალიან ბევრი არეულობა შეიძლება აქციის რა ქვია, გაყალბებულის არჩევნები, მერე უნივერსიტეტი, მერე ესე რაღაცა არეულობას მიდის ეს და რა გავუგო სინამდვილედ რაზე არის დამოკიდებული ამ შეკრებილი აქცია და ესე თავ ბრუდა ხვევა რა. მაგრამ როცა მოქალაქეები ადამიანი თუ ხედავ და თუ არიან აქციის მონაწილეები ჭეშმარიტები, ფაქტია რომ ადამიანი გებულობთ ესმის რასაც ხდება და ის იღებს მონაწილეობა, ხო? ლოგიკურია. ხო, რაღაცა კიდე მინდა დამეთქვა, მაგრამ არ გამომჩა ისეთი და მოკლედ ეგ არის რა, რასაც მდგომარეობაშია. და აი მე თუ ჩემი აზრის გაინტერესებს, რასაც ვხედავ თბილისის პარლამენტის აქციები, მე ვხედავს არეულობას. მე ვხედავს არაჭეშმარიტი შეკრებილი აქციები. ოღონდ ძალიან გთხოვ, ჩემთან კამათი ნუ დამიწყებს. თქვენი აზრები, ჩემი აზრები და იმით მიხედვით გაანალიზეთ რა, რასაც ხედავ. მე არ შემიძლია რომ დაგიმტკიცო აი ეს და რაღაც. თქვენი საკუთარი თვალები გაქვთ, თქვენ გაქვთ გონება, სერიოზული დაკვირება რო შეგიძლია, ნამდვილად მივხვდებოდი. ეხლა მე რო არასერიოზული იქნებოდი აი ესე. რაღაცა მივყვებოდი. და ეს სიმახინჯე საუბრები დამახინჯებული რაღაცა ესე გამოდი, მაგრამ აი მე როდესაც საუბრობ, ეს ხდება და ესე ვყალიბდები და ასე შემდეგ. ხო რა ვიცი, მართლა არეულობა და არ ვიცი წინამომავალზე როგორ დამთავრდება, როგორ იქნება. სხვადასხვა მე წინამომავალზე ანუ წინამომავალი ჯერ არაფერი ვიცი, რა მოხდება, როგორ მოხდება, მაგრამ რაღაც ლოგიკური ვხედავ მომავალი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ რას ვიზამ, ამა ერთადერთი იმაზე მინდა ჭეშმარიტი გამოიძიოთ და გაიგოთ რა. და თქვენ მოუფრთხილდეთ თავი, იმიტომ რომ საშინელება ეს წინამომავალი ესეთ მდგომარეობაში და ეს უკვე დახუპვა და საშინელება არ ვიცი რა. კარგი, მეგობრებო, მე მგონი სულ ესაა, ხო რა, საკამარითაც აუხსენი, იმიტომ რომ ჯობს რომ გაგიზიარო, ჯობს იაზროვნო, როგორ შენ გინდა ისე მიიღე, როგორ შენ გინდა ისე მოისმინე. თქვენ ეს არის თქვენი არჩევანი და უბრალოდ მე მაგალითად კარგითვის მინდა და ჭეშმარიტებისთვის მინდა. თუ რამე სადმე ხედავ ჭეშმარიტი და ვაფასებს და ვხედავ რომ მართლას რომ რაღაცის უსამართლობაზე, ხო? როცა მართლა ჭეშმარიტი, ხო ასეა. რა თქმა უნდა, დაუდგებოდი გვერდში, როცა არის ჭეშმარიტი და თუ ჭეშმარიტი არ არის, ვერ დაუდგებოდი. იმიტომ რომ ხედავ რომ არ არის ჭეშმარიტი, ვერ დაუდგებოდი გვერდში და ვიცი სადამდე დაუმთავრდება სუდით და რაღაცა. ალბათ ხო გესმით თქვენ რა. ხო და სხვადასხვა საერთოდ საქართველოში
მოქალაქეები ნახევრად უძლური ხალხი, არა გონების აზროვნება. როგორ თქვა და ხოლო ჭკვიანს ადამიანი დააზროვნება, ხო კარგად გებულობ და მშვენივრად ყალიბდება, ხოლო უძლურში კიდე მიდის უაზროთ ამ ყველაფერში. ძალიან ლოგიკურია რა, რომ მიხვდეთ ახლა რომ შეადაროთ როგორი ხალხი და გაცხოვდება, მაგრამ ეგენი ას არ აინტერესებს ვინ არის ისა უძლური და ვინ არის ჭკვიანი და ეს ანუ საერთოდ არაფერს არ აინტერესებს რა. ეს ყველაშორის საერთოდ ძლიერის არ არის ეს ყველაფერი რა. ძლიერობა იცი რა არის? ძლიერობა არის როცა ყველა ჭკვიანი არის ეს შეკრებილი და ეს ძლიერობას მართლაც წარმატებას მიაღწევდა. ხოლო ძლიერობას არ არის, თუმცა შეუძლია ბრძოლა უბრალოდ ცუდი მომავალი წინ იქნებოდა. მართლაც ეგრეა, ნახე დააკვირდით უძლურობა და ცოტათი ჭკვიანების, ხო? მაგრამ წინა მომავალი კარგი არ ექნებოდა, იმიტომ რომ ისევ გაგრძელდება სულ მდგომარეობაში. ხოლო ძლიერობა და ჭკვიანებს სწორი ჭეშმარიტების ნამდვილად მიაღწევდა სერიოზულად მიღწევა და ხოლო მეორე კიდე კი უძლური და ცოტა ჭკვიანების და კი მიაღწევდა საწინააღმდეგო ბრძოლას, მაგრამ წინ უფრო უარესები იქნებოდა ვიდრე თქვენ გონიათ. და მე ეს უკვე თავდება ეს მომენტი. ხოლო მეორე კიდე ძლიერობა და ჭკვიანის და რაღაცა ეს წინ მიღწევა და წარმატება და სერიოზულობა. და რა ვიცი, ესე ნაბიჯზე მიდის ხოლმე. მოკლედ, საინტერესო რაღაცა თემაზე ვისაუბრეთ და